არჩევნები და ფეხბურთი ორი მთავარი ამბავი დასასრულს უახლოვდება. 12 ივლისს გავიგებთ თუ ვინ გაიტანს პოლიტიკურ გოლს მერის პოსტის დასაკავებლად, 13-ში კი მსოფლიო ჩემპიონის ვინაობას. Როგორც წესი, სპორტი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც მუნდიალის სანახავად ფავორიტი გუნდის ყოლა და რჩეული პოლიტიკოსის მხარდაჭერის სურვილით არჩევნებზე მისვლა. ქეთი ბოჯგუა მუშაობდა თემაზე და მან ქართულ პოლიტიკოსთა სპორტული გემოვნებაც კი შეისწავლა. 12-ში არის თბილისში ფინალი არჩევნების და 13-ში არის ბრაზილიაში. დარწმუნებული ვარ, რომ 12-შიც ისეთივე ღირსეული გამარჯვება იქნება, როგორიც 13-ში მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოში სპორტი პოლიტიკის გარეშე არ გამოდის, მით უმეტეს მაშინ, როცა 4-წლიანი ციკლის მქონე ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სპორტული მოვლენა ერთმანეთს ემთხვევა. ფინალურ დაპირისპირებას და გამარჯვებულის გამოვლენას კი მხოლოდ 24 საათიანი შუალედი აშორებს. პოლიტიკურ ფინალში გასულ ნიკა მელიას იმედი აქვს, რომ საფეხბურთო ფინალში მისი გუნდიც გავა. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ხვალ არგენტინას ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი ექნება დარჩენილი. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის პროგნოზი ასეთია: ამ კვირის ბოლოს მსოფლიო სპორტულ, საქართველო კი პოლიტიკურ სენსაციას იხილავს. ჰოლანდია წელს მოახდენს იმ დაგვარ სურპრიზს, რომელსაც ალბათ ბევრი არ ელოდა და არ ელოდება და საქართველოში პატარა ქვეყანაში მოხდება ის, რასაც ასევე ძალიან ბევრი არ ელოდებოდა. ამიტომ ჰოლანდია მელია, ია. სპორტულ და პოლიტიკურ მოვლენებს შორის პარალელების თავიდანაცილებას არც ნიკა მელიას კონკურენტი ცდილობს. დავით ნარმანია თვლის, რომ როგორც ფეხბურთში, ისე პოლიტიკაში გამარჯვებისთვის გადამწყვეტი სწორი სტრატეგიაა. მისი სტრატეგია დღევანდელი ნახევარფინალის წინ საყვარელი გუნდის ვინაობის საიდუმლოდ შენახვა აღმოჩნდა. ეს ის გუნდია, რომელსაც არაერთხელ მოუპოვებია გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს იმ გუნდს, რომელიც ჩვენი გულშემატკივრებიც არიან და ასე თქვათ, ერთ გუნდად შეგრულები ვართ, შეიძლება ითქვას. გუნდურობას მიიჩნევს სპორტისა და პოლიტიკის საერთო მახასიათებლად ის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ამ ორ შორის პარალელის გავლება გამოცდილებიდან შეუძლია. ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მინისტრი იტალიის ნაკრების გულშემატკივარია. პროგნოზების გაკეთება არ სურს, თუმცა იმედი აქვს, რომ მისი საფეხბურთო გუნდის წარუმატებლობას პოლიტიკური გუნდის წარმატებად ჩაანაცვლებს. გუნდურობა, გუნდური თამაში, როგორც სპორტში, ასევე პოლიტიკაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. პოლიტიკაში გუნდურობა, როგორც ირკვევა, გულშემატკივრობაში გუნდურობის გარანტია არ არის. ქართული ოცნების სამთავრობო გუნდში განსხვავებული საფეხბურთო გემოვნება აღმოაჩნდათ. ევროპულ და სამხრეთ ამერიკულ გუნდებს შორის ხმები დაახლოებით თანაბრად იყოფა. არიან ისეთებიც, ვინც ფეხბურთს საერთოდ არ უყურებს. არ ვუყურებ, იმიტომ რომ არ ვიცი თამაშის წესები. ტრადიციულად გულშემატკივრობ გერმანიის ნაკრებს და სხვათა შორის დიდი ხანია უკვე. Karl-Heinz Rummenigge's როინდა ჯერ კიდე. ამ ჩემპიონატზე რა თქმა უნდა ის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც არსებობს და კაშკაშა ვარსკვლავია მესი. განსხვავებული აღმოჩნდა პოლიტიკური და სპორტული გემოვნებაც. მინისტრი, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციაზე ზრუნავს, სამხრეთ ამერიკული გუნდის გულშემატკივარია. რესპუბლიკელი პარლამენტის თავმჯდომარე კი ესპანეთის მონარქიის. როცა საქმე ფეხბურთს ეხება, საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიას ივიწყებს და ღიად საუბრობს იმაზე, რომ მეტოქის წარუმატებლობის იმედი აქვს. გერმანიას ძალიან კარგი შანსები აქვს, მით უმეტეს, რომ ბრაზილიის ზოგიერთი ძალიან განსაკუთრებული მოთამაშე ან ტრავმირებულია და ან ყვითელი ბარათის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას. ყველაფერი გაკეთა იმისათვის, რომ ნეიმარი გამოთიშულიყო, მაგრამ ბრაზილიის გუნდი დაუმტკიცებს სოფლიოს, რომ არის სოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდი. ერთხოვეთ, რომ არ დამისვას ეს შეკითხვა გულდა თუთხილ გულშემატკივარს, რომელიც დღემდე დავტირი ესპანეთის მარცხს. საყვარელი გუნდის წარუმატებლობით გულდაწყვეტილია ნინო ბურჯანაძეც. იტალიის ნაკრებმა წელს მას იმედები ვერ გაუმართლა, თუმცა როგორც ირკვევა, პოლიტიკისგან განსხვავებით ფეხბურთში გუნდის გამოწვევას არ გეგმავს და მომავალ ჩემპიონატზეც ტიფოზი იქნება. ძალიან გული დამწყვიტეს იტალიელებმა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სამწუხაროდ სუსტი გუნდით იყვნენ ამჯერად წარმოდგენილნი. საკუთარი გუნდების ერთგულად გულშემატკივრობას გეგმავენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. აზრები არგენტინას, ჰოლანდიასა და ბრაზილიას შორის იყოფა. ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმედი აქვთ, რომ მათი რჩეული ნაკრებებისა და კანდიდატებისთვის თამაში ჯერ არ დამთავრებულა. შანსები როგორ არ არის? ჰოლანდია არის მოსაგები და ჰოლანდიის მოგებასა რობენი არის ამოსაკეთე ერთი სიტყვით მათ თამაში.
და მე ფინალში ყველაფერი ხდება. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიას და ტაქტიკას, დაგეგმას, როგორ დაგეგმა კონკრეტული გუნდის წინააღმდეგ თამაშს. ამ მხრივ პოლიტიკაში არსებობს სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმარება. მაყურებელია მთავარი. არის ერთი დღე, ყოველი 4 წელიწადში ერთხელ პირობითად მომოფან არჩევნების დღეს, როდესაც მაყურებელი წყვეტს თუ როგორ უნდა დამთავრდეს მატჩი. როგორ დასრულდება მატჩი საფეხბურთო თუ პოლიტიკური ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია ის, რაც შეუძლია მაყურებელს ორივე ფინალის შედეგების ნახვა, როგორც 12, ისე 13 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. ასეთი იყო დღევანდელი